აი დაიწყო ტელეიმედის გახმაურებული მეგა პროექტის ვინ არის მეოთხე სეზონი, რომელმაც პირველივე ეპიზოდიდან მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. თანაც პირველი მონაწილე, რომლის ვინაობას გამჟღავნდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ლეგენდარული პიროვნება აღმოჩნდა. ეს გახლავთ გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის დინამოს ოქროს გუნდის მეკარე, დიუსელდორფის 13 მაისის ისტორიული მატჩის ერთ-ერთი გმირი და ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ბატონი ოთარ გაბელია, რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ. ორდანდი ბატონო ოთარ. მოგესალმები ოთარ ბატონო. ძალიან მიხარია რომ აქვს საშუალება გიმასპინძლოთ და თანაც აი აღმოჩენა იყო ყველასთვის და დიდი მოულოდნელობა ის რომ თქვენ გამოჩნდით, სრულიად ლოგიკური იყო რომ ყურძნის ფორმაში იყავით, იმიტომ რომ თქვენ ყურძენთან ყველანაირად მეგობრობთ და პატივისცემთ და ისიც ყადრი ამ ყველაფრის, მაგრამ ის რომ ამ შოუში ამ მასშტაბის პიროვნება იყო თქვენი სახით, ეს რა თქმა უნდა დიდი სიხარულიც იყო, მოულოდნელობაც და აი ამ ყველაფერზე მინდა გითხოთ. იმ ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს თან ყურძნიდან ამომდივარ, როგორ მოხდით მან და როგორ დაგითახვეს და რანაირად აღმოჩნდით ვინ არის? უპირველეს ყოვლისა მივესალმებით თქვენ სტუდიას, მოგესალმებით. ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა მეგობარმა, ხო, მაგრამ ცოტათი უარძე ვიყავი, მაგრამ მე ვთქვი მოვსინჯავ, მეთქი, იმიტომ ცოტა რთული არის. ეხლა ესეთ ამპლუაში გამოსვლა და ამიხსნეს რა და როგორ და ვიქნებოდი აი ამ ფორმაში. ყურძნის კოსტიუმი მექნებოდა. და ყურძნთან ახლოსა ვარ, იმიტომ რომ კახეთში ნამუშევარი ვარ ფეხბურთში, ამიტომ შორი არ არის ჩემთვის და რომ მოვსინჯავ ამ სიტუაციაში, ნუ ახლა ცით რა არის, მაინც აქტიურ სპორტს დიდი ხანია შევეშვით, ნუ ერთი ტაიმის თამაში შეგვიძლია კიდევ. ამიტომ მაინც მოძრაობა ჭირდებოდა, ამას ნუ რეპეტიციები. აი ეს მინდა გითხოთ, მზადების პერიოდი როგორ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ როგორც წესი მონაწილეები ეს სხვადასხვა სეზონზე ამას აღნიშნავენ, რომ გარედან ეს შეიძლება ისე არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და აი ეს მინდა გითხოთ, რამდენად იყო ასე? ნუ რთული პროცესი არის, რა თქმა უნდა, პირველად ვიყავი მეც ამ სიტუაციაში. აი ნინუცას დიდი მადლობა. ნინუცა თქვენ პროდიუსერი, ჩვენი პროდიუსერი ნინუცა და მადლობა ნინუცას. რომელიც ყველანაირად მომხნევებდა, რომ ცოტა რთული არის, მაგრამ სხვა კოსტიუმები რომ ნახე, სხვა მონაწილეების ხო ისინი უფრო რთული კოსტიუმები ეცვათ იმათ და ერთ-ერთი ნუ ცუდად გახდა ერთ მომენტში რა თქვათ ანუ დატვირთვა დიდია ფიზიკურად ხო? არა, ფიზიკურად მithmenet სიმძიმეც არის, მაგრამ მე მგონი მე უფრო ყველაზე მსუბუქი შემხვდა შედარებით, როცა სხვა კოსტიუმები ნახე. ამიტომ ალბათ მეც მოვინდომე რომ რამე ისე არ გამომივიდეს რა, რომ კარგად გამოსულიყო და მინდოდა ყველანაირად არავის არ ვეცნა რა. და მე მგონი გამომივიდა კიდევ. ყოველ შემთხვევაში თქვენმა მეზობელმა და ჟიურის წევრმა, დეტექტივმა ოთარ ტატიშვილმა ვერ გიცნოთ, ხო? ვერ მისცნო ოთარ ტატიშვილმა ყოველდღიურად მესალმებით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მისცნო. რაღაც მიახლოებული იყო, მე მგონი ოთარი თუ ანდრე მახსოვს ქეცბას მიამსგავს ეს აჩიკო არველაძეს მიამსგავს ეს ანუ ფეხბურთთან ახლო ვერსიები იყო მე ეგ ცეკვარო იყო ნახსენები მინიშნებაში კი მახსოვს ხო და ალბათ მაგრამ მე არ მელოდნენ ეთქობა არა ნამდვილად არავინ არ გელოდა და თან მითხარები მათ ნუ რთული იყო რა თქმა უნდა იმ დროს შეუჩვეველი რო ხარ და პირველად რო ხარ ამ სიტუაციაში იმ კოსტიუმს რო ჩაიცვამდი მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმ ქალბატონებს ამ ქალბატონ თეათელიას პირველ რიგში ალბათ მას გულისხმობ ხატვარი ვინ შექმნა ეს კოსტიუმი ვინც ეხმარებოდა იმიტომ რომ ამდენი კოსტიუმის გაკეთება მე იმის მორგება ძალიან შრომატევადი საქმე არის და მართლა დიდებულად არქევენ თავს და მთლიანად იმ პროექტის დამზრდელ ხალხს ვიდრე რეჟისორებს ყველას იმადენ წამყვანს ყველას იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია მე წინა ის მაგ ნაყურები ქალბატონი ნონა რომ მონაწილეობდა ნაყურები მაგ და საერთოდ უყურებ როცა არის ეს გადაცემა და ეს პროექტი რომ გინდა უყურებ იმედზე ბევრ რამეს უყურებ გაიხარეთ და ბევრი მეგობრები მყავს აქ და შენი თამადობით რა თქმა უნდა მადლობა ოთარ ბატონო ჩემთვის დიდი ბედნიერება რომ თქვენ ვერდით ვარ გაზრდილი და აი ამ ფუფუნების საშუალება მქონდა ვინაიდან
ივერიასა და დინამოს დიდი ძმობა და ეს გრძელდება დღემდე და ერთი ამბავი მინდა გაიხსენოთ კიდევ ნათლია ჩემთან რომ მიხვედით ახალი დანებებული ქონდათ მაშინ თქვენ ფეხბურთისთვის თავი ივერიას ქონდა კონცერტი მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ბათუმში დამთავრებული იყო დაბადების დღეზე და ახლა დაბადების დღე ისე არ ჩაევლის და კარგად მოვიხსენე და საღამოს გამოვდივართ და დავინახე არ წერა რომ ივერიის კონცერტი ამ და ამ საათზე 4 დღის განმავლობაში თუ 3 დღის განმავლობაში მიდიოდა ეს კონცერტები და საათის და ზუსტად რჩებოდა 9:30 საათი და მივედი და ახლა გადაჭედილი იყო დარბაზი. ქალბატონი რომელიც იდგა კონტროლიორს რო ეძახიან ბილეთი და შესვლა მინდა ახლა ბილეთი სადამ აქვს? მეუბნება ბილეთი მევთხარი არა მაქვს ბილეთი უნდა შევიდე მე არავით არ შემოაშენ ახლა ვარ დაუწყებ ქალბატონს ახლა ხო ვერ შეყვალ არ არის ადგილი და როგორ და ბილეთის არ აქვს მევთხარი მაშინ ერთი რამე მითხარი მევთხარი ამ მსახიობები საიდან შედიან მეთქი და მიმასწავლა წავედი საიდანაც შედიან მსახიობები და ახლა ზუსტად ესეთი სცენარი რა მაცივარია მახსოვს და ვახო ტატიშვილი გამოდის ხუდი ახურია და რაღაც სცენარი არგონავტებიდან იყო ერთ-ერთი სცენა მუსიკა არგონავტებიდან კი ნუ ცოტა ჩუქჩას თამაშობდა აი გუნებაში ვარ მე და ვახო გამოდი და ეხლა თქვენზე ნაკლები მომღერლის ავთხამეთი და სცენაზე მინდა გასვლა და ხონებული 4-ზე მომდა ბიჭო გრუპა კონცერტს მიშლი თქვენზე ნაკლები მომღერალი არ ვარ და ნუ მე კონცერტის დამთავრება გვაცალიო რა და დამთავრდა კონცერტი და მე ერთად წავედით და კარგად გავაგზავნეს მესამე ტაიმი. მაგრამ ეცაც ის ურთიერთობა გვაქვს რა ბიჭებთან ის ცოცხლები არიან და მერქნა განათებს საკლია იმის შემადგენლობას დიდებული პიროვნებები და აი ეს ურთიერთობა იცით შენს კარგად იცი შემოდია. კი რა თქმა უნდა მე აი ამ სიყვარულში ვარ გაზრდილი და ამ ურთიერთობაში და ეს მართლაც ჯადოსნური სამყაროა რასაც აი თბილისის დინამო ქვია მით უმეტეს აი ის თაობა და რასაც იხარულო რომ დღეს ეს სულისკვეთება აღდგა და ის თაობა წამოვიდა რომელიც თქვენს ტრადიციებს ესე ღირსეულად აგრძელებს და აი ერთი ამბავი მინდა გავიხსენო არაერთხელ მინახავს როდესაც გულშემატკივარი თქვათ მეკარის მოქმედებას დაშს უკრავს მათ შორის მეტოქის გუნდის გულშემატკივარმა შეიძლება თქვათ აპლოდისმენტები არ დაიშუროს მეკარის მიმართ მაგრამ მსაჯს რომ ტაში დაიკრას მეკარისთვის ასეთი რამ მე არ გამიგია და ვიცი რომ ესეთი ეპიზოდი იყო თქვენ კარიერაში და ეს მინდა რომ გაიხსენოთ ხო იცით რა არის კაი რაღაცებზე და ფეხბურთზე ჩემი კარგი თამაში და რაღაცები საერთოდ ვერ იდები ვიცი რომ გერიდება მაგრამ ამბავია თქვენ საინტერესო დათო მუჯირის მხრიდან წამოვიდა ბლოხინი იყო ზუსტად არ მახსოვს და კიევის დინამოსთან იყო თამაში როგორც კიევის დინამოსთან დიახ და გააკეთა ისეთი კარგი გადაცემა და ახლო მანძილიდან იმას შემთხვევით მოხდა მუხზე და მუხზე მოხვედრილი ძალიან ფეხზე დარტყმზე უარესია რაღაცნაირად გადაახვდეს ზევი საათად ეგებ და მოვიგერი ეს ბურთი და საჯი ახლაც მახსოვს ჟიხარები იყო საჯი რამდენი წელი გავიდა იყურება და უკრავს საიდან როგორ აიღო ეს ბურთი და გავხდები 1-2 წუთი ტას უკრავდა მე პირველად ნახე საჯი რომ ტას უკრავდა იყო ეს მომენტი არ ვიგონებ არაფერს ბატონოთან ნება მომეწით ამჯერად ჩვენ დაგიკრათ დიდი ტაში და დიდი მადლობა გითხრათ ჯერ ერთ იმისთვის რომ ვინ არის პროექტი ესე დაამშვენეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ აი ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია ეხლა 13 მაისი სულ ცოტა ხნის წინათ იყო მაისის თვე ჯერ არ გასულა და აი ამ უდიდესი გამარჯვების სურნელი და ეს მუხტი დღემდე მოყვება ქართულ გულშემატკივარებს და აი ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა ბატონ ოთარ გაბელიას რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახდა.